კითხს უყაროთ ეხა კენჭი. კითხვები მგონი ბატონ არჩილთან აღარ გვაქვს, რა ვიცი, საკმარზე მეტი კითხვა დაუსვით და გაიცა საკმარისად გაიცა ყველა კითხვაზე პასუხი. მოკლედ ვაყენებ მესამე საკითხს კენჭის ხაზზე. ვინ დეპუტატები? ვინ დეპუტატები შემოვიდნენ? ბატონმა თემურმაძე ზაურმაც იცოდა რომ სხდომა უნდა დაწყებულიყო 9 საათში და ვაყენებ კენჭის ხაზზე მომხრე. წინააღმდეგი. კარგი, მადლობთ, მიღებულია მეოთხე საკითხი ბატონო გოგა მობრძანა. სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენა. მოგესალმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ყოველ წლის არაუგვიანის თებერვლისთვისა უნდა დამტკიცდეს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, საუბარი არასასოფლო მიწის ნაკვეთების ნორმატიული ფასები. წარმოდგენილი დადგენილების პროექტის თანახმად ქალაქი იყოფა 3 ზონად, ეს არის ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული და ქვეზონებად. ცენტრალური ზონის პირველ ქვეზონაში თანხა 1 კვადრატული მეტრის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება 405 ლარის ოდენობით, მეორე ქვეზონაში 315, მესამე 172 ლარი, შუალედურ ზონაში 108 ლარი, პერიფერიული ზონის პირველ ქვეზონაში 71 ლარი და 20 თეთრი, მეორე ქვეზონაში 53 ლარი და 20 თეთრი, მესამე ქვეზონაში 35 ლარი და 64 თეთრი, მეოთხე ქვეზონაში 20 ლარი და 25 თეთრი. შეიძლება ბატონო. სრულება თუ არა, რაც ქონდა იგივე დარჩა თუ რამე შეიცვალა? თანხის ნაწილში არ შეცვლილა, ანუ არ გაზრდილა, გარკვეული ცვლილება განიცადა თვითონ ზონირების რუკამ. მარტივად რომ ვითხარ ძირითადად. ანუ თამარის დასახლება განეკუთვნებოდა შუალედური ზონის მეორე ქვეზონას და წამოიწია და გახდა შუალედური ზონა, ანუ 91 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 108 ლარი და ასევე ზღვის სანაპირო ზოლი მთლიანად დაწყებული გონიოკვარიათიდან დამთავრებული ჩაქვის მიმართულებით მთლიანი ზოლი განისაზღვრა 315 ლარის ოდენობით. და ადრე ამდენი იყო? ადრე იქ დაბალი იყო. იქ დაბალი იყო და ქალაქში სწორედ. ეს ნორმატიული ფასია, ანუ საშუალო ფასია, ასე ვთქვათ, ყველა ვარიანტში ჩვენ როდესაც გაყიდვებზე და პრივატიზებაზე იქნება საუბარი, მაინც კონკრეტული ობიექტი უნდა შეფასდეს აუდიტის მიერ და იმ დროს ფიქსირებული თანხის მიხედვით მოხდება გასაყიდი ფასის გამოყვანა. კითხვა გააქვს ვინმეს? თუ არ გაქვს დავაყენოთ მაშინ კენჭის ხაზზე. კარგით, მომხრე, მეოთხე საკითხი, წინააღმდეგი. მადლობთ კოლეგებო. მეხუთე საკითხი ბატონო გოგა, ისე თქვენ იაფ სახლთან დაკავშირებით. კი ბატონო, ანუ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს 2014 წლის 10 ნოემბრის ნომერი 170 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებას მოსახლეობასთან შეთანხმების მიუღწევლობის გამო და ამავე განკარგულებით ბათუმის მერიას ევალება, რომ ჯავახიშვილის ქუჩა ნომერ 78-ში 3174 კვადრატულ მეტრის ნაკვეთზე დაიწყოს საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა იაფის სახლის მშენებლობისათვის. შეიძლება? კი, მე კითხები დასვი და მე გამოგზავნე. კითხვა არა, უბრალოდ შეფასება მინდა გავაკეთო, რა თქმა უნდა, ამ საკითხს ხარს არ დაუჭერთ. არ დაუჭერთ არა, იმიტომ რომ იაფის სახლის პროგრამა არ არის დაწერილი, თუმცა ეგეც მიზეზია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გამო არა, მედი მაქვს რომ ოდესმე მაინც დაიწერება, მთავარია სახლი აშენდეს. ყოველ შემთხვევაში რომელიღაც მთავრობის ხელში. არ დაუჭერ ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ ამ განკარგულების მიღება ავტომატურ რეჟიმში აუქმებს ვალდებულებას მერიისა იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე, გულისხმობ ბარაკებში მაცხოვრებელ ადამიანებზე აუქმებს ისე, რომ არაფერი სხვა ვალდებულება მერიას არ წარმოეშვება იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. ამიტომ კოლეგებო, მინდა მოგიწოდოთ თქვენც, რომ რა თქმა უნდა ეს განკარგულება გასაუქმებელი იყო, თავში თქვით ჩვენ, რომ არასწორად ჩემი ეს და არ იყო სწორი ამ განკარგულების მიღება, მაგრამ თუ თქვენ ამ საკითხს ხარს დაუჭერთ ამ ფორმით, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ მაცხოვრებელ ადამიანებისადმი ვალდებულება მერიას საერთოდ უქრება. ბარაკებში მაცხოვრებელი ადამიანებისადმი, რაც მე ვფიქრობ არ არის სწორი. მადლობა. განმარტებას გავაკეთებ, ჩვენ ვალდებულება არ გქონია ამ ოჯახების მიმართ, ვალდებულება წარმოიშვა ამ განკარგულების საფუძველზე,
განგარგულების შესრულება ვერ მოხერხდა ისევ და ისევ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო და შესაბამისად ვაუქმებდა. ისა მაშინ ფრაქციის სახელით არ მინდა პოპულისტობა ყობა გითხარი გაძლევ აშუაშე რატომ მაგალითად შეურაცხყოფას პოპულისტი ვინც არის აქ ძალიან კარგად ეთყობა ხო და კიდევ ამ ფრაქციის სახელით დაჟერ მეუნები და ჯერ არ გაქვს აგამოსვლის უფლება მაგრამ გეუნები გამოხვალ და ისაუბრებ დამას მევინე ადამიანზე კითხვა სანამ ფრაქციის სახელით მოითხოვ გამოსვლას იქნებ სხვას კითხვა მოგასანა ხა 9 ჯერ ხომ არ ვარბენინები კეთაკეთ ამას ვამობ და მოგწემ გითხარი საშუალებასო დააფიქსირო შენი მოსაზრება. თავიდან სხვა პოზიციაზე იყავი და იმიტომ ხო და მე შეგაწყვეტინე საუბარში და გითხარი გაძლევ მაინც საშუალებას რომ გამოხ თუ ტრიბუნა წყვეტს ამ პროექტის ბედს მანდამაინც აქედან უნდა მიმართო მოსახლეობას და აქედან ვერ გააგებინებ კი მეთქი გითხარი. გაგვი ინვეს კითხვა გოგასანა იმასთან დაკავშირებით პროექტთან დაკავშირებით. კარგი მობრძანე ბატონო. 5 წუთში ჩაედიეთ ძალიან დაინიშნა. არა სიტყვით გამოსვლა უნდა რა და კი ბატონო ისაუბროს თემის ხედავს ვიცოდი ბატონო ირაკლი არ მესმის თქვენი დამოკიდებულება დეპუტატის საკრებულოს წევრის მიმართ და ვერ მივიღებ თქვენგან ასეთ ტიპის ვერც დამოკიდებულებას ვერც სიტყვებს და ვერც განწყობას და სამწუხაროდ ჩვენი დამოკიდებულებაც ადეკვატურად შეიცვლება როგორც ვთქვი იმიტომ რომ დამოკიდებულება თქვენ ხართ ადამიანი ერთ-ერთი კი ბატონო დეპუტატთაგანი რომელიც ყოველთვის ყველა დეტალს ისე უყურებთ რეგლამენტში ჩაწერილს მინაწერს რას გულისხმობს რეგლამენტი და როცა თქვენ გეხებათ მაგ ნაწილში უკვე გასაგებია მადლობა არ უწევთ კონტროლს თქვენი პოზიციის ხო თორე მე ვამობ მე არ მომიტყვამს თქვენი სიტყვით უნდა გამოსულიყავი ადგილიდან მოგეთ საშუალება გამოსულიყავ და შენიშვნა ეხა მინიმუმ არ მეკუთვნის მადლობა მაინც თუ არ მეტყვი შენიშვნას აღარ მეკუთვნის რა შენიშვნა კაი არ გვინდა მაგ თემაზე მე ჩემი გითხარით თქვენას თქვენი პოზიცია გაგაჩნიათ მე ვარ მე და მიმყავს ხდომა და ხელს მიშლით რომ პროცედურულად გავმართოთ ხდომა ხელს მიშლით ყოველ წუთს ამას ვამობ მე იმედია ეს დრო რაც ეხა დაგჭირდა არ ჩაითვლება ჩემს გამოსვლის დროში კარგით მე მინდა საკრებულოს წევრებს უმრავლესობის წარმომადგენლებს შევახსენო განკარგულება რომელიც მიღებული იქნა 2014 წლის 10 ნოემბერს და შეგახსენოთ ის ხდომა, სადაც ძალიან ცხარე დებატების დროს უდიდესი სხვა ემოციების ფონზე უმრავლესობამ და ოპოზიციამ დებატებში მონაწილეობით, მაგრამ უმრავლესობამ მაინც მოახდინა მერიის პოზიციაზე თანხმობის მიცემა და ბენზეს ბარაკების ტერიტორია შეერწყა იაფის სახლის პროექტს, იქ სხვადასხვა არგუმენტებით გამყარებული და კურდღლებზე ნადირობის და კურდღლების მოკლის мотиваცია ქონდა უზარმაზარი მერიას და მოკლედ თქვენ ამაზე დაეთანხმეთ. დღეს უკვე მერია შემოდის დამარცხებული პოზიციიდან, მაგრამ გთავაზობთ თქვენ დამარცხებას. თქვენ გეუნებათ უმრავლესობის პატივცემულო მეგობრებო და წევრებო. თქვენ მოგმართავთ მერია, რომ უკან წაიღოთ თქვენივე გადაწყვეტილება, თქვენ შეცვალოთ სწორედ ის დამოკიდებულებები, რომლებიც გაგიჩინათ, ისევე როგორც იმ მოსახლეობას გაუჩინა ფულის მოლოდინი, თანხის მოლოდინი თუ პრობლემის მოგვარების მოლოდინი და აგრეთვე თქვენაც გაგრიათ ამ საქმეში, ეხლა გეუნებათ, რომ უკან წავიღოთ ეს ყველა ვალდებულება, რომელიც იქნა აღებულიო. მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო იქნება თქვენი მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე მხარდაჭერა. აქ გავმეორდები ან უბრალოდ დავაზუსტებ, რომ იაფის სახლის პროგრამა, რომელიც კეთილშობილი ფუნქციით არის გამსჭვალული და ითვალისწინებს სოციალური პროგრამების მოგვარებას კონკრეტული ადამიანებისთვის, უხეშად მოხდა შეჯვარება მისი ბარაკების ტიპის პრობლემებთან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დღეს მე ოპოზიციაში მყოფი პარტიის წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ვიყავი წინააღმდეგი ამ მექანიკური შეერთებისა ამ პროექტების დღეს ვარ წინააღმდეგი სწორედ იმის გამო გაუქმების წინააღმდეგი ვარ სწორედ იმის გამო რომ გუშინ კომისიაზე ჩვენთან მოვიდა ორი მოქალაქე იმ დასახლებიდან რომლებმაც გთხოვეს რომ კიდევ ერთხელ დავინტერესებულიყავით და ბოლომდე არა უკაცრავად დამასრულებინეთ რატომ მედავებით მე რომ მერიის წარმომადგენელი ვიყო არ შემედავებოდი და მე რატომ მედავებით ყოველთვის ამიხსენით თქვენ ხართ მაკონტროლებლები
შეგახსენებთ თქვენს ძირითად ფუნქციას. საკრებულოს წევრებმა უნდა აკონტროლოთ ხელისუფლება. ამის ნაცვლად ბატონ თენგის განსაკუთრებით თქვენ მოგმართავთ. ამის ნაცვლად უაპელაციოდ გადადიხართ დაცვაზე. და შეიძლება მერიას კონდეს უბრალოდ პასუხი, რომ მართალია მტყვანი ვარო თქვას. რატო ცდილობთ მათზე ადრესაუბებს? მე ჩვენ როდესაც ვკითხეთ მერიას, აღიარა მერიამ, რომ პროექტი არ შედგა იმის გამო, რომ დიდი ნაწილი მოქალაქეების არ აფიქსირებენ თავის პოზიციას. არა, უკაცრავად. კაი ბატონო, აგერ მაქვს თქვენი დასკვნები განკარგულებაში. განკარგულებაში განმარტებითში არის კი, არა, მიწერილი არის, ვინ იყო თანახმა, ვინ იყო არა, შეჯამებული მონაცემი წერია, სხვა არ ვიცი, არ შემიდარებენ, მე ვნახე C-დან, ძალიან გთხოვთ, გადახედოთ პროექტს, რომელიც გაქვთ მოწოდებული და იქ წერია თანახმა, არ არის თანახმა და უპასუხოთა რაოდენობაც არის ერთგვარი კითხვა, ხო? ჩვენ მე მაქვს კითხვა პირადად, საკრებულოს წევრს მაქვს კითხვა, რატო არა აქვს ადამიანს პოზიცია, როცა თავაზობენ ერთი მხრივ ფულს, ან მეორე მხრივ დარჩენას და ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს, ან კი ან არ ვიცი, ან რაღაც პასუხი. პასუხი არ ქონდეს, არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ მესმის თქვენი ძირითადი მერია ამბობდა თამამად, რომ ექსპროპრიაციას არანაირად არ გააკეთებდა, იმიტომ რომ უხეში ფორმა არის და ჩვენ ვიყავით ამის წინააღმდეგი, მაგრამ დიალოგის რეჟიმს ამოუწურად ბოლომდეო იძახდით, ეს არის ხანგრძლივი პროცესიო და მე შეგახსენებთ მაშინ თქვენივე ვალდებულებას, რომ ბოლომდე წაყევით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ ყველა ერთად საკრებულო გაკონტროლების მიზნით და თქვენ როგორც კიდევ ერთხელ აღსრულების კუთხით მივიდეთ იმ ადამიანებთან, დაველაპარაკოთ, საბოლოოდ დავრწმუნდეთ ყველა ჩვენთაგანი საკრებულოს წევრები, რომ არ შეგექმნათ არც თქვენ უხერხულობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული უნდა გააუქმოთ, თქვენივე მიღებული და მხარდაჭერილი, ამიტომ მე გთავაზობთ ახლა ასეთ გამოსავალს, გადავდოთ ეს საკითხი ერთი კვირით. ახლა ამ სხდომაზე მე მოვითხოვე ამოღება საკითხის დღის წესრიგიდან, მაგრამ რახან მოხდა ეს ყველაფერი, ამოვიღოთ ეს საკითხი, დამერწმუნეთ ბენზეს ბარაკების მოსახლეობას ამ პოზიციიდან თუ დაველაპარაკებით, უფრო მეტი დიალოგი გვექნება და ერთიან შეხვედრას მოუწყობთ, არის დიდი შანსი იმისა, რომ პოზიცია შეიცვალოს და მერია გახდება ბოლოს და ბოლოს თანმიმდევრული თუნდაც ამ პროექტთან მიმართებაში. იმიტომ რომ არც ერთი სხვა პროექტთან მიმართებაში არ იგრძნობა, რომ არის პოლიტიკური ხედვა, არ იგრძნობა სურვილი იმისა, რომ მოახდინოს მოგვარება კონკრეტული საკითხების. ამიტომ მოგიწოდებთ რომ მხარი არ დაუჭიროთ ამ განკარგულების გაუქმებას. ამ საკითხის გადადებას ვფიქრობთ, რომ შედეგი ვერ ექნება მარტივი მიზეზის გამო, რომ აშკარა და წარმოდგენილი დოკუმენტაციაც მაგას ადასტურებს, რომ ადამიანებს ხელი აქვთ მოწერილი უარყოფით პოზიცია და აქვთ დაფიქსირებული 60 ოჯახიდან 40. ეხლა გამის გადადება ერთადერთი მე ვფიქრობ სარგებელს მოგიტანთ, ალბათ რაღაც პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერთ ახლა საუბრებში, შეხვედრებში. უკაცრავად ამაში ვერ დაგეთანხმები, გოგა მომისმინე, შენ თუ აქ იმას აკეთებ, რომ ჩვენ რამენაერი ერთი მართლა შეგაწყვეტინებ ეხლა ბიჭო რა. მართლა შეგაწყვეტინებ. საქმე გააკეთე ბიჭო და ჩვენსკენ ნუიშვერ ხელს რა. თურმე, ესე იგი მე მინდა რომ ეს საკითხი შენ ვერ გააკეთო და მე ამით პოლიტიკური ქულა დავიწერო. ბრალდებებს თავი გაანებე. ამას გეუბნები სერიოზულად. ჯაბა მოусვი. დოკუმენტაციის ანალიზის უნარი გაგაჩნია დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ რომ მიხვალთ იმ დასკვნამდე რომ აზრი არა აქვს რა. აქ სამდა მე აზრი გამოვიტანე იმაში რომ მოლაპარაკების თავი არ გაქვთ. კი ბატონო მესმის რომ ვიღაცას რაღაცა ბრალდებთ რომ ამას პოლიტიკურად ისაქნა, მაგრამ მოლაპარაკების უნარი არ გაქვთ. თავში გეუბნებოდით რომ ეს პროექტი არის განწირული. თავში გეუბნებოდით და ვითხოვდით ერთი კვირით გადავდოთ ეს საკითხი მეთქი და ეხლა გამოდიხარ და ჩვენ გვდებ ბრალს რომ თურმე ჩვენ არ გვინდა რომ ეს პროექტი განხორციელდეს
და მე პოლიტიკური ქულები დავიწერო. მე მომისმინე რა. ძალიან ხო. ჩვენ დაჟე ისიც შემოგთავაზეთ, გაგაწყვეტინებს ზუსტად. ისიც შემოგთავაზეთ, რომ ამაზე არც ერთი პარტია არ გააკეთებს პოლიტიკური ქულების დაწერას ან რაიმე სახით, რომ გავიდეთ და ამ ხალხს ვკითხოთ მეთქი რა. და თქვენ ახლა მეუნებით, რომ თქვენ გაწყობდო. თქვენ კი არ გაწყობთ, მართლა უნაროები ხარ და კემბერიზმია აგი პირდაპირ გეტყვით რა. რაც მერიაში ხდება, 35 მილიონი ვერაგითვისებია და მოდიხარ და მემდებ ბრას. საქმე გააკეთეთ და ხელი გაანძრიეთ ბიჭო. ხმის ტემპერებზე ნუ შევაჯიბრებთ ერთმანეთს და რაღაც თითების ქნევასაც ნუ დავიწყებთ ერთმანეთის მიმართ, მე მგონი პატივი დავცეთ. ეს ერთი, მეორე რაც შეეხება მოლაპარაკების უნარობას რო გვაბრალებთ. იცით თქვენ გასულ წელს რამდენი ოჯახი ავითვისე და რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა? რატო ვერ ხდება წელს? ეს პროექტი არის 2012-დან მოდის. იცით რომ ერთი ექსპროპრიაციის იძულებითი ღონისძიებაც არ გამოგვიყენებია ამ პროცესში? ვიცი, 50 მერიამ თქვა რომ არ გამოვიყენებ. იმის მაგივრად რომ ხელი შეგვიწყოთ მერიას მიდიხართ იქ და რაღაცას გვიხავს სხვა ვინ მივიდა გეკითხები ჯაბა რა არის სახელი კარგად იცი ვინ გოგა მე თქვი ძმაო თქვი ვინ მივიდა და ვინ შეუშალა ხელი კი ბატონო შეიძლება თქვი ნუ გერიდება გოგა და კიდე ძალიან გოგა გადადიხო შეურაცხყოფილი რაღაც გოგა მეთქი კიდევ ერთხელ გიგე გეუბნები რა გოგა ქულას იწერდა სპეკულირება აბა რა შვებითო ჯაბა შაბათ დღეს არასამუშაო დღეს მოვემზადეთ რომ ამ ხალხთან გავსულიყავით და მათი აზრი გაგვეგო ხოვე კოლეგიალურად ხოვე რომ იქნებ ამ მოწვევის საკრებულოს სახელით გავაკეთოთ არ არის აქ პარტიული ინტერესებზე საუბარი და არავინ არ გამომყვა 2 დემაგოგია 12 წელიწადზე ვიყავი მოსული არავინ არ გამომყვა გააჩერე და არ მეკადრება ბიჭო არც თქვენ არ გეკადრებათ ბევრი ასრულებს ბატონი გოგა და გავაკეთეთ ერთი მომხსენებელს დავამთავრებიო და მე პოზიციები გამოვხატოთ მე გადაამთავროს მომხსენებელმა რა იქნა რა გახდა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ავალებს ბათუმის მერიას რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხსენებელი და ყველანი უნდა ვიყოთ კოლექტურები შეგახსენებთ სულ ყველას მომხსენებელსაც და თანამომხსენებელსაც და სიტყვაში გამოსვლებსაც შენსგან დაიწყე ისე კოლექტურულად წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ჯავახიშვილის ქუჩაზე იაფის სახლის მშენებლობას და მერიას ევალება რომ დაიწყოთ კონკრეტული ღონისძიებები ანუ საპროექტო სახარშახლის დოკუმენტაციის შესყიდვა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ ეს საკითხი არ გადადოთ რომ დაიწყოთ ეს იაფის სახლი და რაღაც დროზე დავამთავროთ რა თხოვნა გვაქვს ესეთი იაფის სახლი უნდა დაწყებულიყო 14 წელს მე მიკვის ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან რატომ არის გაერთიანებული ერთის გაუქმება და მეორეს გადატანა ახალი მიწის ნაკვეთის იმიტომ რომ იმ განკარგულებაში როცა რომელიც მიღებული იქნა იქ ჩაწერილი იყო რომ იაფის სახლის მშენებლობის ადგილად განისაზღვროსო აი ეს კონკრეტული ადგილი სიტყვა გვინდა რა და იაფს სახს ახალი იაფს სახს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა უნარჩუნდება თუ არა რას გულისხმობ წინა განკარგულება გულისხმობდა რომ იაფის სახლი იყო ჩვენ საკრებულოს წევრებს თხოვეთ აღიარება რომ ეს იყო განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტი რომლის გამოც უნდა